წყალი არ გვაქვს საერთოდ 17 წელიწადია. და გაზის პრობლემას კიდე იტანს წყლის პრობლემა 17 წელია ვწიკავ წყალს კომბლათ ვარ ამ სოფელში დავესახლეთ და არ გვაქვს. ტრანსპორტიც არ გვაქვს კიდე. ტრანსპორტ ხოვლობ ძირითადად. არ მყავს ტრანსპორტი 2 კილომეტრი იქით არ კომანდა. პირეპარასკევს მაინც მე ვიდოდი. ხო, პირეპარასკევს. ისა ქალაქიდან რამდენი კილომეტრია და ქალაქიდან 9 კილომეტრია ხომანდა, მაგრამ სარასტრეალდება ტრანსპორტი იქით და 2 კილომეტრი აქ ხომანდა. ვერაფერი ვერ მომაგდა, ვერ მივდივარ, მოვიდივარ ფეხით მტკივანი ხალხი. ესენი არჩევნები მოდიოდა პირდაპირ მაშინ ხარს, არჩევნებზე გააკეთეს და არჩევნები. მანამდე სააკ აქ ურემი ვერ მოდიოდა, მანამდე ურემი. დაღარებს ვერ ეზეყრეს ტალახი და მოწმდება ესე წავაის იქ წყალში შეიძლება წყალში მას. მგზავს. აქედან დაღარე ვერ ეზეყრეს იქ და ნახევარ საათში გრეიდერაც გევიდა და გაასურა გრეიდერმა და გაგატებულია. გაგატება. ახლა მოხდა ამ ხეშის დაყრა. ახლა მოხდა ერთი კვირის. ჯერ არ გაწვდებოდა. ხო, გაწვდებოდა და ნახეთ მერია მოვზა, ამოვზა და ნახეთ რა ვარ იქ მოვზარი. მქონდა ისა პოლიცი და ესეც მომიხსნეს კაპიტალისტი ხარ არავითარი შემოსავალი არაფერი არ მაქვს. არ შეიძლება ყველა რო ითხოვს დახმარებას და გვერდში დგომას მეც დამიდგე გვერდში. ორი შვილი მყავს ისიც უმუშევარი. ერთი პოლისი მქონდა და ისიც არაო და იმ ხელ ქულა შემიყვანეს შიგნით რომ სალამდე არ მოხსნეს არ გაჩერდა. და რასთან დაკავშირებით მოგესწრეს პოლიცი? რა გითხეს საფუძველს? ანტენა გაქვს სახში ისიც აჩუქეს ბოქს. რისი ანტენა ქონდა? სატელაიტი ხო. განსხვავებული საუბარს და სადარგი განსხვავების ნომაკა ეს გზა რომელიც თქვენს მოდით ნახეთ თქვენ თვითონ აქ რაც უდი გზა არის თუ ვინმე დაგვეხმარებთ მოგვეხმარება და ამ გზას მოგვაყვანიებს აქამდე და ეს გზა გაკეთდება და მომლოცველებს ხელი არ შეეშლებათ ეს ძალიან დიდი გვერდში დგომა იქნება ვინც არ უნდა იყოს თუ რა თქმა უნდა თუ ამასაც მოგვეხმარებიან და ამ ბერების საცხოვრებელ სცენაკებსაც აგვაშენებიებს ის ადამიანი ვინც მოეხმარება თავის მთელი ცხოვრება სულ ოცვაში იქნება და ბერები ლოცებენ მათზე და მათი სულებისათვის და გაგრძელებიან ასეთი მდგომარეობა გახლავთ ჩვენს ამ მონასტრის პრობლემები შეიძლება რაც თქვა და რაზედაც შეიძლება ვისაუბროთ დანარჩენი ძალიან კარგად ყველაფერს კარგად ხედავთ ყველაფერი კარგად ვიცით სად როგორ რანაირად რა ხდება ყველა ჩვენი პოზიცია გვაჩნია და ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი პოზიციას თავის დროზე დავაფიქსირებთ კიდევ რაც ეს არჩევნები გამარჯობათ ბატონო გივი. ბატონო გივი, შეხვედრა მინდა თქვენთან ჟურნალისტი ვარ ინფოცხლის და როდის გექცლებათ? რაცა გიქცევთ ინფოცხლას მე არ ხვდები, იმიტომ რომ ეს არის ვლადიმერ პუტინის ტელევიზია. მე არ მაქვს ვლადიმერ პუტინის დაქირავულ ტელევიზიას ვესაუბრო. პროვოკაციულ საკითხებზე თანაც. დიდი მადლობა.